ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას და ამის ფონზე ის ამერიკას მოთხოვნებს უყენებს, წერს ჯო უილსონი. რესპუბლიკელი სენატორი ამერიკის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის სანქცირებას ეხმაურება. სახაზინო დეპარტამენტმა გამოააშკარავა კრიპტოვალუტის ფარული ქსელი, რომლის გამოყენებითაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სანქციებს თავს არიდებდა. ამერიკამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კავშირის განვითარებისთვის დამატებით $201 მილიონი გამოყო. თანხა ტრამპის მარშრუტსა და შუა ადერეფნის გასწვრივ კერძო ინვესტიციების წახალისებას მოხმარდება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების ხელმოწერიდან 1 წლის თავზე განაცხადა. გუშინ ტრამპი ალიევსა და ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ფაშინიანმა ტრამპს მადლობა გადაუხადა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის რეალური მშვიდობის დამყარებისთვის. ამერიკა უკრაინას პატრიოტის რაკეტებს ყოველთვიურად მიაწვდის. ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რჩება უკრაინისთვის პატრიოტის საბრძოლო მასალის ყველაზე მნიშვნელოვან პოტენციურ წყაროდ, თუმცა რამდენი რაკეტა გადამჭერის მიღებას ელოდება ქვეყანა ყოველთვიურად არ დაუკონკრეტებია. ზახაროვა პოლონეთის პრეზიდენტს კლინიკურ რუსოფობიაში ადანაშაულებს. ის ნავროცკის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ პოლონეთის სტრატეგიული ინტერესია დაეხმაროს მათ, ვინც რუსებს უტევს, მაშინაც კი თუ ამ ომში არ მონაწილეობს.